ტრანსფორმაცია იწყება შიგნიდან. ახლა ამ მომენტში ვარ გზაზე და არა რაღაც კონკრეტულ მომენტში გაჩერებული. ყოველ დღე რაღაც ახალი გაცნობიერებები, რაღაც ახალი გამოცდილებები, რაღაც ახალი ცოდნა, ახალი უნარები, ბევრი რამე გამოვიარე, მათ შორის დეპრესია, მათ შორის რთული პერიოდები, სიმარტოვის განცდა, პანიკური შეტევები, რეალურად ბევრი რამე ეშინოდა იმის, რომ არ იქნებოდა აღიარებული, ეშინოდა იმის, რომ არ ეყარებოდა ადამიანებს, ხო, ეშინოდა იმის, რომ მარტო იქნებოდა რაღაც ეტაპზე, ხო, მარტო სულობის ეშინოდა, ბევრი რამის ეშინოდა. და ეშინოდა ქმედების, ეშინოდა პასუხისმგებლობების. სიმარტოვესაც შეეხება, მან არის ორი ცნება, ანუ მე ჩემთვის მივხვდი, რომ არის მარტო სულობა და სიმარტოვე. მეორე არის დასრულის პოზიცია, რომელსაც უკვე აქვს იმისი მზაობა, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეს. ყველა ადამიანს აქვს თავისი ფსიქოლოგიური სათვალე. ცნობილი შუახნის ასაკის კრიზისი ეგრეთ წოდებული, ეგეც რა თქმა უნდა მაგასთან არის დაკავშირებული. მივედი კოუჩინგში და თავიდან ვიყავი შოკში. მოგესალმებით პოდკასტში ტრანსფორმაციის ზონა მარიკა ხალიანთან ერთად. გიწვევთ სივრცეში, სადაც იწყება რეალური ცვლილებები. მე ვარ მარიკა ხალიანი, კოუჩი და ეს სივრცე შექმნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს პიროვნული ზრდა, ვისაც აქვს კითხვები და ვისაც აქვს სურვილი გაბედოს და დაიწყოს საკუთარი თავის გარდაქმნა შიგნიდან გარეთ. დღეს ჩემი სტუმარი არის ჩემი კოლეგა, სერტიფიცირებული კოუჩი დავით ბოლქვაძე და დავიწყებთ ტრანსფორმაციაზე საუბარს. დავითი არის ადამიანი, რომელმაც თავადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გააკეთა თავის ცხოვრებაში ტრანსფორმაციის მიმართულებით და ახლა სხვა ადამიანებს ეხმარება ამ გზაზე. მოგესალმები დავითი. გამარჯობა მარიკა, მადლობა ასეთი კარგი წარდგენისთვის. მადლობა დავით მოსვლისთვის და დღევანდელი ჩვენი თემა არის ტრანსფორმაცია იწყება შიგნიდან. და პირველ რიგში მითხარი, ახლა როგორ ხარ და სად ხარ იმ გზაზე, საიდანაც მოდიხარ? ხო, ძალიან კარგი რომ ახსენე ეს გზა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში დავფიქრდი და მივხვდი, რომ ახლა ამ მომენტში ვარ გზაზე და არა რაღაც კონკრეტულ მომენტში გაჩერებული, ხო? და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ამაზე საინტერესო გზა ცხოვრებაში ჯერჯერობით აქამდე არ მქონია. ტრანსფორმაცია სწორედ არ არის, მინდოდა მეთქვა, რომ არ არის იდეალური სურათის. ტრანსფორმაცია არის გზა და ეს არის პროცესი. და შენ ახლა რა პროცესში ხარ? ეს პროცესი არის ძალიან საინტერესო. მასე ეხლა რომ ავწერო ერთი სიტყვით ეხლა რა პროცესში ვარ, ყოველ დღე რაღაც ახალი გაცნობიერებები, რაღაც ახალი გამოცდილებები, რაღაც ახალი ცოდნა, ახალი უნარები და იმდენად დიდი სიამოვნების მომნიჭებელია და მოტივატორია იმისთვის, რომ ეს გზა კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელო, რომ მოკლედ უკან დასახევი გზა არა ის და კიდევ ერთ დავამატებდი, რომ ბევრი რამე გამოვიარე, მათ შორის დეპრესია, მათ შორის რთული პერიოდები, სიმარტოვის განცდა, პანიკური შეტევები, ხო? ალბათ კი არ დარწმუნებული ვარ, რომ იგივეს გამოვივლიდი კიდევ ერთხელ, თუ მეწოდინებოდა, რომ მე ამ გზაზე ვიქნებოდი. იმდენად მნიშვნელოვანია ის, სადაც მოვედი აქ ეხლა. ძალიან საინტერესოა, დავით, შეგიძლია გაიხსენო შენი თავი დაახლოებით 5-10 წლის წინ და რას ეტყოდი ახლა იმ დავითს, რომელიც ჯერ არ იყო მზად ამ გზაზე ამ გზის გასავლელად? ძალიან კარგი კითხვა არის. ვეტყოდი, რომ პირველ რიგში არაფრის არ შეეშინდეს. იმიტომ რომ მეორე ანალოგია რომ მოვიყვანო, როცა ჩვენ რაღაც ვკტკივა იქნებთან რომ მივდივართ, ვიცით რომ წამალი მტკივნეული იქნება, შეიძლება გემომწარე კონდეს, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ გამოვკეთდეთ და ბევრად უფრო კარგად ვიყოთ და ჯანმრთელად ვიყოთ, ხო? ასე რომ პირველ რიგში ვეტყოდი, რომ ნუ შეგეშინდება. ყველაფერი კარგად იქნება. რისი ეშინოდა იმ დავითს? იმ დავითს ეშინოდა ძალიან ბევრი რამის. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო, რომ აბსოლუტურად მამაცი და ესეთი ადამიანი იყო, მაგრამ რეალურად ბევრი რამის ეშინოდა. ეშინოდა იმის, რომ არ იქნებოდა აღიარებული, ეშინოდა იმის, რომ
არ ეყარებოდა ადამიანებს, ხო, ეშინოდა იმის, რომ მარტო იქნებოდა რაღაც ეტაპზე, ხო, მარტო სულობის ეშინოდა, ბევრი რამის ეშინოდა. და ეშინოდა ქმედების, ეშინოდა პასუხისმგებლობების. და ეს შიში იყო იმდენად ყოვლის მომცველი, რომ რაღაც ეტაპზე ის დავითი უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მეტი აღარ შეუძლია და რო შეატყო, რომ საწოლში იწვა და Facebook-ის scroll-ის მეტი არაფერი აღარ შეეძლო, მიხვდა, რომ რაღაცა უნდა შეეცვალა და აი მან დაიწყო რეალურად ეს ტრანსფორმაციის პროცესი დაახლოებით 6 წლის წინ. და რა დაგეხმარა აქედან გამოსვლაში? პირველ რიგში მტკივნეული გამოცდილება. მახსოვს, ვიყავი ერთ-ერთ რამოდენიმე დღიან workshop-ზე, სადაც ეს პირველი შეხება იყო ზოგადად ჩემთვის ასეთ პიროვნული განვითარების ტექნიკებთან. თეორიულად ბევრი რამე ვიცოდი, მაგრამ პრაქტიკულად და რო შევხედე პირველ დღეს, რო შევხედე რა მაგარი იყო ეს, როგორი ლოგიკური იყო, მაშინ გონება იყო ჩემთვის თავარი, ხო? როგორი ლოგიკური იყო ეს ყველაფერი და ვთქვი, რომ აი ეს ის არის, რაც მე გადამარჩენს, გამიჩნდა ძალიან დიდი მოლოდინი ამისგან და მე რაღაც ეტაპზე რომ მივხვდი, რომ ეს მოლოდინი არ მართლდებოდა, იმიტომ რომ ერთ დღეში გასხივოსნება გამორიცხულია. აი მან დამემართა დეპრესია. მე უშუალოდ ამ workshop-ების ფასილიტატორებმა ან ვერ მომაქცეს ყურადღება, ვერც მომაქცევდნენ ყურადღება, ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ მე ჩემი მინდოდა რომ ყურადღება მოექცია ჩემთვის. ეგ რო არ მივიღე, სერიოზულ დეპრესიაში ჩავარდი და ანუ ეგ იყო ჩემთვის რომ ჯინაზე, მეთქი ყველა ჯინაზე მე კარგად ვიქნები თქო და აი მანდ დაიწყო ჩემი ბევრი საკმაოდ მტკივნეული, საკმაოდ რთული, მაგრამ გზა იქამდე სადაც ვარ, აქამდე მოსასვლელად. როგორც მესმის, იყო ბევრი სიმარტოვის და გაუგებრობის პერიოდები? ნამდვილად იყო. აი ბოლოს მახსოვს 2023 წლის დეკემბერი. როცა ქუჩაში მარტო მივდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ მყავს ოჯახი, მყავდა მეგობრები, მყავდა უსაყვარლესი ადამიანები, მეგონა რომ მთელ სამყაროში აბსოლუტურად მარტო ვიყავი და არავინ არ მყავდა მთელ სამყაროში და ეს იმდენად ცუდი შეგრძნება იყო, რომ მაგრამ საბედნიეროდ ისევ და ისევ მე ხო გამოცდილება მქონდა უკვე და ამიტომ მივედი მეგობრებთან და აღმოჩნდა რომ ეს დროებითი არის. მარტოობას რაც შეეხება, სიმარტოვეს რაც შეეხება, მან არის ორი ცნება, ანუ მე ჩემთვის მივხვდი რომ არის მარტოსულობა და სიმარტოვე. ანუ ინგლისურად არის loneliness და solitude. ანუ ერთი არის პოზიტიური, მეორე არის ნეგატიური. ერთი საჭიროა იმისთვის რომ შენ განვითარდე და მეორე არის უბრალოდ შენ შიგნიდან მოტანილი შენ გონების მიერ რაღაც რომ შენ მიგატოვეს, შენ ცუდად ხარ, მარტო ხარ, ხო, მიტოვებული ხარ. ხო და აი ამის გარჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს სიმარტოვე როგორც ინსტრუმენტი ჩვენი ზრდისთვის და არ გვავნოს იმან ჩვენ. მე ხარაც მომესმინა ორი სახის მარტოობის განცდა აღწერე შენ და ერთი არის მარტოობის განცდა, რომელსაც შიშის განცდა აქვს და მეორე არის ზრდასრულის პოზიცია, რომელსაც უკვე აქვს იმისი მზაობა, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეს, საკუთარ თავს ესაუბროს, საკუთარ თავთან პირისპირ დიალოგში შევიდეს და ამ ზრდასრული პოზიციიდან შეიძლება ადამიანმა ისიც იპოვოს ის მდგომარეობა, რომ მოსწონს ის საკუთარ თავთან მეგობრობის დაწყება და ამ მდგომარეობას, როდესაც ზრდასრული პოზიციიდან ადამიანი დააფიქსირებს და დაიჭერს, შეიძლება აღარც უნდოდეს გარკვეული პერიოდი გარეთ გამოსვლა და შენ როგორ აფასებ ამ ორი მარტოობის განცდის ნაწილს? კი, ის რო ვთქვი, რომ შიშებთან დაკავშირებული მარტოობა, ხო? ის არის, რომ მე მიმატოვეს, ეს მოდის სავარაუდოდ ადრეული ბავშვობიდან მიტოვებულობის შიში, ხო? მე მიმატოვეს, მე არ უყვარ, მე არავის ვუნდი ვარ. ეგ თემა არის და ეგ არ არის თლად ჯანსაღი, ასე რომ ვთქვა და ეგ გონება გვატყუებს, რომ რეალურად ხო ვიცით, რომ ასე არ არის. და მეორე სიმარტოვე არის უბრალოდ განმარტოვება საკუთარ თავთან, საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, როგორც შენ თქვი, ხო, რომელიც არის ალბათ პიროვნული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.
და რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაც ადამიანს არ მოუნდეს აქედან რომ გამოვიდეს იმდენად კომფორტია და მეც ახლა ვაღიარებ რომ მე ძალიან მნიშვნელოვნად შევამცირე ჩემი სოციალური კავშირები მიუხედავად იმისა რომ ძალიან სოციალური ადამიანი ვიყავი მოკლედ და ვინ არჩუნებდი ვცდილობდი რომ ეს შემენარჩუნებია ეს ყველაფერი ხო ძალიან მნიშვნელოვნად შევამცირე ეს ყველაფერი და ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი საკუთარ თავთან მარტო თავს ისე რომ მე რო პირობითად რომ დავიწყე ურთიერთობა ჩემს ახლანდელ პარტნიორთან მაშინ დისკომფორტი იყო უკვე ეს იმიტომ რომ მე რაღაც ჩემი სიმარტოვე ჩემი სივრცე გარკვეულწილად უნდა დამეთმო ვიღაცა უნდა შემომეშვა შიგნით და დისკომფორტი იყო ასე რომ რა თქმა უნდა ბალანსის დაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია მე ხარ რასაც ვისმენ შენი მოყოლის დროს მიჩნდება იმისი გამოტანის სურვილი რომ როგორ მოქმედებს ადამიანის გონებაზე, დამოკიდებულებებზე, განწყობებზე ის ფილტრები, რომლებიც ადამიანებს გვაქვს და რომლებიც ხშირად მოქმედებენ იმაზე, რომ რეალობის დაკარგვას ვაკეთებთ ამ ჩვენი ფილტრებიდან და ყველა ადამიანს აქვს თავისი ფსიქოლოგიური სათვალე. ფილტრი, რომლის მიღმაც უყურებს სამყაროს და ეს ფსიქოლოგიური სათვალე სწორედ არის ის, რომელიც ჩვენი წარსული გამოცდილებიდან მოდის, ჩვენი ტკივილებიდან მოდის, ჩვენი ტრავმებიდან მოდის და ოფთალმოლოგს რო აქვს ხოლმე სათვალის სხვადასხვა ლინზებს რო გვიცვლის ხოლმე, გონია რომ ბავშვობიდან ასე ბევრი ლინზა ჩაგვედო და შეიქმნა ისეთი ფსიქოლოგიური სათვალე, რომლის პრიზმაშიც მე ვიყურები და ეს ლინზები ზოგი დამახინჯებულია, ზოგი მრგვალია, ზოგი ავიწროვებს, ზოგი აფართოებს, ზოგი პირიქით მოზუმვას აკეთებს, ზოგი ბლარია და სწორედ ამ დამახინჯებულ პრიზმაში ვიწყებთ სამყაროს აღქმას და ტკივილსაც სწორედ ეს გვანიჭებს. კარგი თქვი ხშირად ამ ლინზებს სხვა გვიცვლის ჩვენ, ანუ გარემო გვიცვლის და ჩვენ ვაძლევთ გარემოს მაგის უფლებას, რომ ეს შეგვიქმნას ეს ფილტრები. ძალიან კარგად ჩამოვაყალიბე და მაგიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფილტრების დანახვის სწავლა. ესეც შესწავლადი არის. იმის დანახვა თუ როგორ საიდან მივიღეთ ის ანუ ჩვენი რეაქციებს როგორაც ურთიერთქმედებთ სამყაროსთან, გარემოსთან. ეს ყველაფერი არის დასწავლილი, ეს ყველაფერი არის გონებაში დაგვასწავლე იმისთვის რომ თავისი აზრით გადავერჩინეთ ან პირიქით მიგვეღო რაღაცა, სიყვარულის მიღებაც ისე გადარჩენასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ დედის სიყვარული ცალსახად საჭიროა ბავშვის გადარჩენისთვის, ხო? შესაბამისად ეს ფილტრები გროვდება და ბავშვობაში თუ ამას ქონდა მიზანი რომ გადავერჩინეთ, დიდობაში ეს უკვე ძალიან ხელს გვიშლის ურთიერთობებში, საქმის გაკეთებაში, საკუთარი თავის სიყვარულში ბოლოს და ბოლოს ყველაფერში ხელს გვიშლის. და ძალიან მაგიტომ არის მნიშვნელოვანი პიროვნული განვითარება და გაცნობიერებულობის ზრდა, mindfulness-ი, რასაც ქვია, ხო, რომელსაც სხვა ხერხი არსებობს, ძირითადად meditatsiis მეშვეობით და აი ამის და გვეხმარება ის რომ კარგად დავინახოთ ეს ფილტრები, ეს ლინზები და ნელ-ნელა რაც ჩვენ არ გვადგება და არ გვარგებს და პირიქით გვავნებს, ისინი ნელ-ნელა გავუშვათ და დავიტოვოთ მხოლოდ ის, რაც ჩვენთვის და ჩვენი ზრდისთვის მნიშვნელოვანია და სასარგებლო. როგორ მიხვდეს ადამიანი იმას, რომ ამ ფილტრების მიღმა იყურება და რეალობის აღქმა დაკარგული აქვს, როგორ ფიქრობ? ხო, ეს არის იმდენად ინდივიდუალური საკითხი, მე რამდენიც არ უნდა ვუხსნა ადამიანს, რომ შენ ასე ხარ, ხო? თუ ადამიანმა არ მივიდა თვითონ მაგ გაცნობიერებულობამდე, რაღაცამ შიგნით არ შეუღიტინა, ხო, რაღაცამ არ შეაწუხა შიგნიდან, რამდენიც ფსიქოლოგიის წიგნები არ უნდა იკითხოს, მაინც ვერ მივა მაგის გაცნობიერებულობამდე. ამიტომ მარტივად რო ვთქვათ, ეს მოაქვს ყველაფერი ასაკს, გამოცდილებას, ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ის ცნობილი შუახნის ასაკის კრიზისი ეგრეთ წოდებული, ეგეც რა თქმა უნდა მაგასთან არის დაკავშირებული, რომ ჩვენ გრძნობთ, რომ რაც გვაქვს, ის უკვე აღარ გვავნებს, სიამოვნებას აღარ გვანიჭებს და გვაქვს სურვილი, რომ რაღაც შევიცვალოთ. აი დაახლოებით ის არის, რომ პეპელა თავისი ჯუბრიდან ვეღარ ეტევა და უნდა რომ
გაარღვიოს და გამოვიდეს, მაგრამ ეს გამოსვლა მარტივი თემა არ არის, მაგაზე მუშაობა არის საჭირო, იმიტომ რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ეს ჩვენი გარსი, რომ გავარღვიოთ სერიოზული სიმამაც სჭირდება, გამბედაობა სჭირდება და ძალა სჭირდება. და აგრეთვე სჭირდება მხარდამჭერი სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაცნობიერებდეთ, რომ ეს გვაქვს. მხარდამჭერ სისტემას შეეხედა, მოდი გადავიდეთ იმ ნაწილზე, რომ შენ გამოხვედი, გაიარე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და მოხვდი კოუჩინგში. როგორ მოხვდი კოუჩინგში? ხო, ესეთი თემა არის. ზოგადად ბავშვობიდან ძალიან ბევრი ადამიანი მეგობრები მოდიოდნენ ხოლმე ჩემთვის რჩევის საკითხავად, ხო და ჩემი სტანდარტული მიდგომა იყო, რომ მე ჭკვიანი ბავშვი ვიყავი, ექსპერტი ვიყავი, ასე რომ ჩამოვაყალიბებდი დეტალურ ინსტრუქციებს და მივცემდი, რაც აბსოლუტურად ცუდი ინსტრუქცია კი არ იყო, ძალიან კარგი იყო, მაგრამ ეს ინსტრუქცია იყო დაფუძნებული ჩემს გამოცდილებაზე და რა იმ ადამიანის გამოცდილებაზე. შესაბამისად, მე რაღაც ეტაპზე, რო გავიარე რაღაც ეტაპამდე რომ მოვედი, ამ პიროვნული განვითარების გზაზე, მივხვდი, რომ ჭირდებოდა აი ამ სხვების დახმარება, ჩემთვის გახდა ძალიან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ანუ ეს გახდა ეს ღირებულება იყო ჩემთვის, რომ მე შევძლო სხვებს დავეხმარო. და ამიტომ ვიფიქრე, რომ ამისთვის ჭირდებოდა რაღაც ხელსაწყო, რომელიც დამეხმარებოდა უფრო ეფექტურად დახმარებოდი ადამიანებს. მივედი კოუჩინგში და თავიდან ვიყავი შოკში. იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან, რასაც ვიყავი მიჩვეული მე, ხო? და რასაც ელოდი, რომ კოუჩინგი გეგონა, ხო? და რომ მივხვდი და ჩემ თავზე რომ გამოვცადე ეს ყველაფერი და რომ მივხვდი როგორ მუშაობს და რომ უყურებდი, რომ ჩემი კლიენტი როგორ ტრანსფორმაციას თუნდაც ერთი სესიის განმავლობაში როგორ შეიძლება სახე გამოუნათლეს და როგორი შედეგი შეიძლება მიიღო კოუჩინგური ტექნიკების გამოყენებით. მივხვდი, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, ეგ იყო აბსოლუტურად არაეფექტური და შეიძლება დამაზიანებელი ყოფილიყო ადამიანისთვის, რა. და კოუჩინგური ტექნიკები, რასაც იყენებენ კოუჩინგში, ეს იყო ძალიან ეფექტური იმისთვის, რომ ადამიანს დაეხმარო, რომ თვითონ მივიდეს თავის საკითხის გადაწყვეტამდე. კოუჩინგში, როდესაც მოდიან სასწაულად, უმეტესი ადამიანების პირველი გაოცება და შოკი იწყება იმითი, რომ ყველას სხვა რამ გონია კოუჩინგი და გონიათ ის, რომ მე ხა სხვას რა უნდა ვასწავლო, როდესაც მე თვითონ არაფერი ვიცი და მე არ ვარ მზად და მე თვითონ საშველი ვარ და სხვას რა უნდა ურჩიო და მე როდესაც ხვდებიან, რომ კოუჩინგი არ არის რჩევების მიცემა. კოუჩინგი არ არის შენი ექსპერტობა, კოუჩინგი ვერ იქნება სხვის ცხოვრებაზე შენგან მიმართულების მიცემა, იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავად არის ექსპერტი, ყველაზე დიდი ექსპერტი თავის ცხოვრებაში და მე ვერასოდეს ვერ გავხდები შენი ცხოვრების ექსპერტი, იმიტომ რომ შენში არის მთავარი სიბრძნე, მთავარი რესურსები, მთავარი გზის მაჩვენებელი კომპასი, რომლითაც შენ ყველაზე უკეთ იცი, როგორ რა გინდა. მე როგორ შეიძლება დაგეხმარო იმის გარკვევაში რჩევის სახით შენ რა გინდა. და შესაბამისად ეს იწვევს ხოლმე პირველ გაოცებას, რომ თურმე რა ყოფილა კოუჩინგი და მე სხვა რამ მეგონა. და შენ მოხვედი სივრციდან, სადაც იყავი ექსპერტი, გაღიარებდნენ ექსპერტად, ასევე იყავი კონსულტანტი სხვადასხვა სფეროებში და უცებ მოხვედი სივრცეში, სადაც მიხვდი, რომ უბრალოდ ადამიანს უნდა მოусმინო. ადამიანს კითხვები უნდა დაუსვა და მასში არსებული რესურსების გაღვიძებას უნდა შეუწყო ხელი და როგორი იყო იმ ექსპერტობიდან ამ სივრცეში გადმოსვლა შენთვის. აი მე პირველი მახსოვს შევადარე რქების მომტრევას, იმიტომ რომ რქები მომამტრიეს, იმიტომ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ დარწმუნებული ახლაც ვარ, რომ ვიყავი კარგი კონსულტანტი, კარგი ექსპერტი, იმიტომ რომ მუშაობდი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ მუშაობს, აი ადამიანებისთვის დახმარებაში, ხო? აქ უფრო მუშაობს ის, რომ როგორც ჩვენ თქვი, ისინი უკეთესი ექსპერტები არიან თავიანთი თავის, ხო? უბრალოდ რაღაც გარკვეული
ფაქტორები არის, რომელიც უშლით მათ ხელს, რომ ეს რესურსი, რაც მათში არის, ეს კარგად გამოავლინონ და გაშალო. და ზუსტად კოუჩის როლი მანდ არის, რომ კითხვა კითხვით და მხარდაჭერით, აუცილებლად ეს მხარდაჭერი გარემო და პლუს მოსმენა, აი ამით ყველაფრით მიიყვანოს ადამიანი, რომ თვითონ გახსნას ეს თავის თემა და ბევრად უფრო დიდ ეფექტს მიიღებს ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციას და ექსპერტობას თავისი როლი აქვს და თავისი დანიშნულება, ხო, მაგრამ აი მინიმუმ პიროვნულ განვითარებაში ის არ მუშაობს. რამხელა სიბრძნე და რამდენი რესურსი დევს ადამიანში რა და როგორ ბავშვობიდან იწყება ამ რესურსების ნელ-ნელა ჩაკეტვა და მერე პირიქით ადამიანი ვეღარ ხედავს თავის შესაძლებლობებს და ეტაპობრივად რაღაცნაირად დაპატარავება ხდება ადამიანის სივრცის მენტალურ ნაწილშიც, თავის თავზე წარმოდგენის ნაწილშიც, სხვა ადამიანებზე წარმოდგენის ნაწილშიც და ზოგადად სამყაროში, რომელშიც ვოპერირებთ და რომელშიც ფუნქციონირებთ, უდიდესი შესაძლებლობებია. ეს სამყარო ყოველასთვის ერთნაირია, მზე ყოველასთვის ერთნაირად ამოდის და ბალახი ყოველასთვის ერთნაირად იზრდება, მაგრამ მე ჩემი სპექტრით ვუყურებ ამ სამყაროს, შენი სპექტრით უყურებ და მე ჩემ ფილტრებში მაქვს ჩემი შეზღუდვები უკვე ჩადებული, რომლიდანაც რაღაცის ღირსი მე არ ვარ, ეს ჩემთვის არ არის. ისინი ასეთები არიან, იმათ ეს ასე მოსდგავს, იმას ასე გაუმართლა და იმიტომ არის და მე არ ვარ ამის ღირსი, მე ამას ვერ შევძლებ, მე ამას ვერ ვიზავ და ეს არის ჩემს მიერ და ჩემი გარემოცვის მიერ ჩადებული შეზღუდვები, რომლითაც მე ვკეტავ შესაძლებლობას საკუთარი თავისთვის. და კოუჩინგი სწორედ ამ სივრცეს ემსახურება, რომ ადამიანში დაინახოს თავისი რესურსები და თავისი შესაძლებლობები. და შენი გადმოსახედით, რატომ მუშაობს კოუჩინგი და რა ქმნის აი ამ ზრდის და დამოკიდებულების შეცვლის შესაძლებლობებს? ხო, რატომ მუშაობს კოუჩინგი და კოუჩინგი ეხმარება ადამიანს, რომ ეს ბარიერები, ასე რომ ვთქვათ, ხო, ბარიერები მოიხსნას. უბრალოდ ზოგი ამბობს, რომ მე თვითონ ვიცი, რას გავაკეთებ და მე თვითონ მოვაგვარებ მაგ საკითხს, ხო, სამწუხაროდ, ზოგ შეუძლია, რა თქმა უნდა, მაგის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად შეუძლებელია, იმიტომ რომ გონება არ გვაძლევს საშუალებას, იმიტომ რომ ვეხებით ისეთ თემებს, რომელიც შეიძლება ჩვენთვის უსიამოვნო იყოს, დისკომფორტის მომგვრელი, ან არ გვინდოდეს მაგაზე ფიქრი, ხო? ამიტომ გონება მაშინვე ბლოკებს რთავს და ცდილობს, რომ გადაგვრთოს სხვა უფრო სასიამოვნო რაღაცეებზე, ხო? მაგალითად ვითამაშოთ, ან Facebook-ზე შევიდეთ, ხო? და ამ დროს კოუჩთან უკვე გზნობს ადამიანი ანგარიშვალდებულად თავს და კოუჩთან მასე მარტივად ხوار შეეშვება, კითხვებს უსვავს, ხო? ადამიანი იძულებულია რომ უპასუხოს, იძულებულია რომ იმუშაოს, იმიტომ რომ ეს არის მუშაობა, შრომა არის რეალურად ეს პროცესი და ამ პროცესში უკვე ბუნებრივად გამოდის, ანუ კოუჩი არის სერიოზული დამხმარე რესურსი ადამიანისთვის, რომ მან ეს თავისი რაღაც შინაგანი რაღაცა კარგად გამოავლინოს, შეისწავლოს და აი ხელში დაიჭიროს, კარგად დაათვალიეროს გვერდებიდან და ძალიან მომხვდა ყურში ეს სიტყვა იძულებულია, ადამიანი იძულებულია და ხშირად კოუჩინგურ სივრცეში მართლაც ხდება ისეთი პროცესი, როდესაც ადამიანებს ხშირად უჭირთ საკუთარ თავთან შეხვედრა. გაურბივართ საკუთარ თავს, გაურბივართ რეალურ შინაგან სარკეში ჩახედვას და კოუჩინგი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე სივრცე, სადაც ადამიანი ხვდება საკუთარ თავს. ადამიანი იწყებს დიალოგს თავის თავთან და თავის სიბრძნესთან პირდაპირ კონტაქტში შედის ამ პროცესში და თუ ეს კოუჩინგური სივრცე შექმნილია უსაფრთხოდ იმ ადამიანისთვის, საოცარი შესაძლებლობები შეიძლება გამოავლინოს და საოცარ შედეგებზე შეიძლება გავიდეს ადამიანი. მე ხშირად გამიგია ეს სიტყვები, რომ ეს ყველაფერი მე ვთქვი, კლიენტი ამბობს, ეს ყველაფერი ჩემგან იყო, თავადაც ვერ ხვდება საიდან მოიტანა ის სიბრძნე, რომელზეც თავად ისაუბრა და
შენთვის რა არის კოუჩინგური სივრცე? აი შენ უსაფრთხოება ახსენე და პირველ რიგში არის ეს უსაფრთხო გარემო. იმიტომ რომ ადამიანები სულ ხშირად ვართ როგორ რეჟიმში, აი კინოში რო არის პოლიციელი რო დაიჭერს ადამიანს და შენ გაქვს უფლება შეინარჩუნო დუმილი, იმიტომ რომ ნებისმიერ რამ რასაც იტყვი შეიძლება იყოს შენს წინააღმდეგ გამოყენებული და ცხოვრობთ ადამიანები მაგ რეჟიმში რომ გვეშინია რაიმეს გაზიარება რომ ვინმე რო დაინახოს ჩვენ შიგნით რა ხდება, შეიძლება ეს იყოს ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული. და აი აქ კოუჩინგურ სივრცეში ეს უსაფრთხო გარემო იქნება კოუჩი ქმნის ამ უსაფრთხო გარემოს, სადაც ადამიანს თან უსმენენ ეს რომ მოусმინონ აი უსაფრთხო გარემოში ეგ არის ისეთი რესურსი რომ აი უნდა გამოსცადო ადამიანმა რომ მიხვდე რამხელა ძალა აქვს ამას. და უბრალოდ არ აქვს ადამიანებს ამის საშუალება ყოველდღიურ ცხოვრებაში. თვითონაც არ აძლევენ თავის თავს და არც ყავთ ისეთი რესურსი, ვინც უბრალოდ მოусმენს განსჯის garaშე, რჩევების მიცემის garaშე, ხო, ანუ კრიტიკის garaშე. და აქ რო ხვდება ეს ამ უსაფრთხო გარემოში, ხო, ეს არის ზუსტად ის, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ შეძლოს გადადგას ნაბიჯები და გაშალოს ის თავის თემები, რომელიც მას აწუხებს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ თუ ჩაკეტილი იქნება, ამას ვერ გააკეთებს. ხო და ეს უსაფრთხო გარემო არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ კოუჩი ქმნის ნდობის ატმოსფეროს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს სანდო ატმოსფეროს შექმნა, რომ ადამიანმა შეძლოს წარმოიდგინე, რომ ადამიანს ხშირად თავის თავთან შეხვედრის შიშიც აქვს და მით უმეტეს სხვა ადამიანის თანდასწრებით რომ საკუთარ თავს შეხვდეს, დიდი რისკების შემცველია ეს პროცესი და თუ კოუჩმა შეძლო ისეთი სივრცის შექმნა, ისეთი სანდო ატმოსფეროს შექმნა, სადაც ადამიანი ბოლომდე შეძლებს, მე ისიც გამიგია ხოლმე კოუჩინგის პროცესში, რომ დამავიწყდა რომ შენ იყავი აქ. იმდენად საკუთარ თავთან დიალოგში შევიდა ადამიანი, რომ კოუჩს ეუბნება ერთხელ ეხლა ვიყავით ჩემს კურსდამთავრებულებთან დაკვირვებით სესიაზე და კლიენტის როლში მყოფი ადამიანი კოუჩს ეუბნება, რომ საერთოდ დამავიწყდა შენ რო აქ იყავიო და ისეთი საოცარი ინსპირაციული დიალოგი ქონდა საკუთარ თავთან, რომ მაგ დროს კოუჩი უნდა გაირინდოს. რო ხედავ, რომ ის ადამიანი უკვე შევიდა ისეთ დიალოგში საკუთარ თავთან, რომ საოცარი შედეგები გამოაქვს და საოცარი რჩევებს ეუბნება საკუთარ თავს და ინსპირაციის პროცესია, მაგ დროს სწორედ კოუჩის ჩართულობა საერთოდ აღარ არის საჭირო იმ პროცესში და მთავარი როლი ამ დროს კოუჩის არის ის, რომ შექმნა ეს სივრცე, შექმნა ისეთი ატმოსფერო, რომ ადამიანმა შეძლოს თავის თავთან დიალოგში შევიდეს და პირისპირ შეხვდეს საკუთარ თავს. ამაზე დიდი რა უნდა იყოს. ძალიან კარგად ჩამოყალიბე. მე მახსოვს ზოგადად დამწყები კოუჩების დამახასიათებელია, რომ პირველ რიგში მე ერისთვის ვარ, შეგრძნება აქვთ, ხო, ადამიანი ლაპარაკობს, თვითონ მიდის რაღაცა და მე არაფერი გამიკეთებია და რისთვის მიხდის მადლობას, ხო? ან მეორე ადამიანი რომ აი ლაპარაკობს, იხსნება, გზნობს, რომ უსაფრთხო არის და ყვება ისეთ დეტალებს თავისი ცხოვრებიდან, რომ კოუჩი იძაბება, რომ მე მჭირდება, რომ ეს ვიცოდე, მაგრამ მე რო აცნობიერებ, რომ ეს არის პროცესი, რომ ის ადამიანი თვითონ მიდის, იმ ადამიანს სჭირდება, რომ ამაზე ელაპარაკოს, ხო? ძალიან კარგი შეგრძნება ეს ყველაფერი, რომ შენ უბრალოდ შენ დასწრებით აი ამ გარემოს შექმნით უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს იწყებ ადამიანში, ხელს უწყობ ადამიანში. როგორ ფიქრობ, დავით, ყველა ადამიანი მზად არის ტრანსფორმაციისთვის? ყველა ადამიანში არის მარცვალი, აუცილებლად, რომელსაც ჭირდება გარკვეული გარემო, რომელშიც მოხდება წყლის დასმა, უხეშად რო ვთქვა, რომელიც გააღვივებს აი ამ მარცვალს და იქიდან გაიზრდება ულამაზესი ხე, ძლიერი ხე. და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება ადამიანი თლად ბოლომდე მზად ვერ იყოს მაგისთვის, იმიტომ რომ არ ქონდეს მაგდენი გამოცდილება, ხო? ან შეიძლება ზოგიერთი ადამიანი არის, ჩემი კოლეგები მათ შორის, რომლებიც ასაკით ჩემზე ბევრად უმცროსები არიან და უკვე მე რომ ახსენდება მე როგორი ვიყავი მათ ასაკში,
ცხადა დედამიწა რამდენად წინ არიან, ხო? მაგრამ მაინც თუნდაც ისე რომ ცხოვრებისეული გამოცდილება რაღაც, ხო, მაინც ნელ-ნელა კიდევ დამატებით რაღაცებს მისცემს მომავალში რა. ხო და ადამიანის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად არის მზად, მაგრამ აუცილებლად ყველა მიდის რაღაც ეტაპამდე, როცა ეს მართვალი უკვე მზად არის, რომ ამოხეთქოს და გაიზარდოს და გაშალოს ტოტები და ფოთლები გაიზარდოს. ძალიან მომეწონა ეს მარცვლის თემა. ყველა ადამიანში დევს მარცვალი და ინტერესი იმისი საკუთარი თავის ძიების და პოვნის, მაგრამ ყოველთვის არ არის ადამიანი მზად. არის რაღაც პერიოდი, რომელ პერიოდშიც ადამიანი ჯერ არ არის მზად საკუთარ თავთან შესახვედრად და უჭირს ეს პროცესი და ამიტომ მე სიტყვებიც კი გამიგია ადამიანებისგან, რომ რაში ჭირდება, რატომ უნდა იცოდეს ამ კითხვებზე პასუხი, რაში ჭირდება, გამიგია ისეთი ადამიანისგან, რომელსაც თვითონ რომელიც მზად არ არის. იქნება მე ისეთ პანდორას ყუთს მოუხსნა თავი, რომ მე ამითი უფრო ცუდად გავხდე, უფრო მეტად დავაზიანო თავი და ურჩევნიათ ადამიანებს, რომ ეს პანდორას ყუთი იყოს დახურული და არ შეეხონ და გააგრძელონ იმ სივრცეში ცხოვრება, სადაც თვითონ შექმნეს ის რეალობა, რომელ რეალობაშიც უნდათ იცხოვრონ. და კომფორტულად არიან. თვითონ გონიათ რომ კომფორტულად არიან. გონიათ რომ კომფორტულად არიან, იმიტომ რომ მიზანი აქვს, იმიტომ რომ იბრძვის ამ მიზნისთვის და მათთვის ცხოვრება ბრძოლაა. და ამას დრაივი აქვს, მეუბნება ადამიანი, რომ მე დრაივი მაქვს ამ პროცესში, მე თუ საბრძოლი არ მაქვს, ამ შემთხვევაში ჩემთვის ცხოვრება ხდება უაზრო. და ვეთანხმები, რომ იმ პერიოდში იმ ადამიანისთვის არ არის მზაობა. და ის თავად უნდა მივიდეს. კოუჩინგი არ არის ძალადობრივი პროცესი და აქტი. კოუჩინგი მაშინ მუშაობს, როდესაც ადამიანი მოდის და ითხოვს დახმარებას, როცა მოდის და ამბობს, რომ ხვდები, რომ ჩემ ცხოვრებაში რაღაცების ცვლილების დრო დადგა. ამ დროს მას აქვს შინაგანად მზაობა იმისი, რომ ისი ცხოვრება შეიცვალოს და ეს სივრცე აქვს გამონთავისუფლებული და ამ შემთხვევაში ცვლილებები მართლაც ხდება საოცარი. და თუ კლიენტი მოდის და უბრალოდ დამკვირვებელია, უბრალოდ აინტერესებს, რომ აბა ერთი ეს კოუჩინგი როგორ მუშაობს და ამაში ალბათ თანხასაც არ იხდის, უბრალოდ ინტერესი აქვს და აინტერესებს, ამ დროს შედეგები არ იდება, იმიტომ რომ მას მზაობა არ აქვს ცვლილებებისთვის, მაგრამ დავამბობთ ხოლმე ხშირად, რომ რაც უფრო მეტად ფსკერთან ახლოს არის ადამიანი, მით უფრო მეტი რესურსი და შესაძლებლობა და სივრცე აქვს გამონთავისუფლებული იმისთვის, რომ მის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები მოახდინოს, იმიტომ რომ მზად არის, რომ დაკრას ფეხი ფსკერს და წამოვიდეს ზემოთ და ყველანაირი მზაობა აქვს, უკვე სუნთქვა აღარ შეუძლია და ყველაფრის მზაობა აქვს იმისათვის, რომ საკუთარი თავი გადაერჩინოს და ამ დროს კოუჩინგი საოცარ შედეგებს დებს ზუსტად. კი, და მან დავამატებ, რომ თუნდაც ის ადამიანი, ვინც მოდის უბრალოდ შესამოწმებლად დასაკვირვებლად, ხო? ის ადამიანიც მიდის რაღაცით, ის ხედავს, რომ ეს ხელსაწყო არსებობს და მომავალში, როცა ის მარცვალი უკვე მზად იქნება აღმოსაცენად, ხო? ეს ადამიანი აუცილებლად ეცოდინება, სად უნდა მივიდეს ყოველ შემთხვევაში და მაგიტომ არის სასარგებლო, რომ ეს მათ შორის უფასო პრობლემო სესიები, პოპულარიზაცია მოხდეს კოუჩინგის, ადამიანებმა იცოდნენ რა არის ეს და არ კონდეთ ის მცდარი წარმოდგენა, რომელიც ახლა გავრცელებულია მათ შორის. რამდენად მნიშვნელოვანია მიზანი, ღირებულებები, თვითშემეცნება კოუჩინგის პროცესში? ხო. აქ ანალოგიას მოვიტან ბიზნეს სფეროდან, სადაც იმისთვის რომ იქაც აყალიბებ მიზნებს, ხო? და არსებობს ბევრი ტექნიკა იმისთვის რომ მიზანი სწორად ჩამოაყალიბო. და რას ნიშნავს მიზნის სწორად ჩამოყალიბება? ეს ნიშნავს, რომ ეს მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, მიზანი უნდა იყოს გაზომვადი და მიზანი უნდა იყოს დროში გაწერილი. სხვა შემთხვევაში მიზანი არ არის მხოლოდ ფანტაზია. იგივე არის კოუჩინგშიც. კოუჩინგშიც ეს მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი და დროში გაწერილი.
ანუ ადამიანს coaching-ზე ვეკითხებით რითი გინდა შენ რომ წახვიდე და როგორ მიხვდები რომ შენ ამას მიაღწიე. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა სასწაულ შედეგს მიიღოს, მაგრამ თავიდანვე თუ არ დაფიქრდება, კონკრეტულად არ ჩამოაყალიბებს ამ თავის მიზანს, უბრალოდ იფიქრებს რომ ეს ხო ჩვეულებრივი თემაა, ამას ისედაც მივაღწევდი, ხო? მაშინ არა და რეალურად სასწაული პროგრესი გააკეთა, ხო? და მაგიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს მიზანი coaching-ში, ცხოვრებაშიც კარგად იყოს ჩამოყალიბებული. და შემდეგ ადამიანი მუშაობს კონკრეტულად ამ მიზნის მისაღწევად, ხო? ხედვა აქვს. მიზნის გარეშე coaching-ს მე ვეძახი ხოლმე პირადად ფილოსოფიური საუბარია. თუ coaching-ის პროცესში მიზანზე არ ვსაუბრობთ და რისი წაღება უნდა ადამიანს ჩვენთან ურთიერთობაში, მე პირდაპირ მithქვამს ხშირად დამისვავს კითხვა, რომ ჩემთან რატომ მოხვედი? რა გინდოდა ჩემთან რომ მოდიოდი და ხშირად თუ ადამიანს არ აქვს მზაობა რომ რამე შეცვალოს თავის ცხოვრებაში უბრალოდ სალაპარაკოთ მოდის და თუ ამ ლაპარაკში უნდა ფულის გადახდა უბრალოდ ფილოსოფიურ საუბრებში ეგ სხვა საკითხია, მაგრამ როგორც წესი კლიენტი რომელიც მოდის და ამაში დროს და რესურსს გამოყოფს ის მზად არის ცვლილებების განსახორციელებლად და აქ მიზანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რა უნდა ზოგჯერ კონკრეტული მიზანი აქვს ადამიანის ცხოვრებაში და მოდის და გეუბნება, რომ ამ მიზანზე მინდა ვიმუშაო და ჩემთან რატომ მოხვედი რომ ვეკითხები მე იკვეთება რომ სიცხადე არ აქვს, როგორ გადადგას ნაბიჯები არ აქვს, ხედვა არ აქვს, პირველი ნაბიჯები არ იცის როგორ გადადგას და აქედან გამომდინარე პარტნიორულ პროცესში ჩვენ ერთად მივდივართ მაგეთკენ. ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ იცის რა მიზანი აქვს და რისი შეცვლა უნდა, მაგრამ ხვდება რომ ასე გაგრძელება აღარ უნდა და რაღაცის შეცვლა უნდა და მე ამ რაღაცას ერთად ვეძებთ, ხო? და მაგიტომ არის რომ coaching-ში ამდენი ძალიან დიდი დრო ეთმობა ამ მიზნების გარკვევას, ჩამოყალიბებას და შემდეგ იწყება მუშაობა მხოლოდ ამის მერე, რაც ერთობლივად მიზანს ჩამოყალიბებენ coach-ი და კლიენტი. და მიზნის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი ის რომ ეკოლოგიური უნდა იყოს მიზანი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ასევე რომ ჩემი კონტროლის ზონაში იყოს. ხშირად ადამიანებს ისეთი მიზნები მოაქვთ, რომელიც მასზე არ არის დამოკიდებული. მე გარეთა მოვლენებს მე ვერ შევცვალო. მინდა შევცვალო დედაჩემის მიდგომა რაღაცის მიმართ, მაგალითად, ხო, რაც აბსოლუტურად არარეალისტურია, ხო? სწორი მიზანი ალბათ შეიძლება ამ შემთხვევაში იყოს, რომ მინდა ჩემი რეაქცია შევცვალო დედაჩემის ასეთ მიდგომაზე. ან მინიმუმ ჩემთვის გეგმა ჩამოვაყალიბო, როგორ დავალაგო ურთიერთობა დედასთან, ხო? ასე რომ სწორი მიზნის დასახვა არის საწინდარი, ასე ვთქვათ, წარმატებული coaching-ური ურთიერთქმედების. დავით, როგორ ფიქრობ, როგორ იცვლება თავად coach-ი ამ პროცესში? ხო, ეგეც სასწაული არის რეალურად, იმიტომ რომ რაღაც მომენტში coach-ი ხვდება, რომ კლიენტი ძალიან ხშირად საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც coach-ისთვისაც ძალიან აქტუალური. და შესაბამისად რაღაც ბუნებრივად გამოდის თვით coaching-იც, იმიტომ რომ coach-ი თუ არის მზად და თვით რეფლექსიისთვის და ამ შემდეგ coach-ი თვითონ ძალიან ბევრი მიაქვს თვითონ ამ სესიებიდან, ხო? ეგ ერთი. მეორე იმის გაცნობიერებულობა მოდის, რომ რაც ისედაც ვიცით, მაგრამ უფრო პრაქტიკული გაცნობიერებულობა მოდის, რომ ჩვენ ყველა მეტნაკლებად ერთნაირი ვართ, მეტნაკლებად მსგავსი პრობლემები გვაქვს, რა თქმა უნდა, რაღაც ნიუანსების გათვალისწინებით და შესაბამისად ეს უფრო მეტ საშუალებას ადლევს coach-ს მისი განვითარებისთვის რა. და ძალიან საინტერესოა პროცესი უშუალოდ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება coach-ს არაფერი არ ეტყობოდეს, მაგრამ შიგნით ხანდ მე მქონია შემთხვევა, რომ მეც რაღაცა გამონათება მქონია და ბედნიერება და სიხარული. მე ეს გავიგე, მე თვითონ მივხვდი რაღაცას, ხო, მაგრამ კლიენტს მაგას არ აჩვენებ, იმიტომ რომ ის კლიენტის თემა და უნდა დარჩე კლიენტი. მე ამას ვეძახი ხოლმე coaching-ურ კარმას. coaching-ური კარმა არის ის, რომ კლიენტები მოდიან იმ გამოწვევებით,
რომელი გამოწვევების წინაშეც შეიძლება იმ მომენტში სწორედ ჩვენ ვიდგეთ და საოცრებაა, როგორ შეიძლება ტრანსფორმაცია მოხდეს ორ მხრივად. კლიენტის და კოუჩის ერთდროული ტრანსფორმაცია მოხდეს. როგორ ფიქრობ, რა როლი აქვს მოსმენას კოუჩინგის პროცესში? მოსმენა ერთ-ერთი კომპეტენცია ზოგადად კოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ფრეიმვორკში, ასე რომ ვთქვათ, კოუჩინგის წესებში, ხო? და მოსმენაც სწორი მოსმენის ცნება არსებობს, ხო? იმიტომ რომ უბრალოდ მოსმენა რომ შენ ზიხარ და რაღაც უშვებ რაღაც ინფორმაციას, თითქოს ტელევიზორი იყოს ჩართული, ეგ ერთი არის. და მეორე რომ აქტიურად უსმენდე კლიენტს, ხვდებოდე რას გეუბნება, აკვირდებოდე კლიენტის ცვლილებებს ამ პროცესში, ხო? ანუ ერთი სიტყვები და მეორე ამას რა ემოციები, რა სხეულებრივი რეაქციები მოყვება ამას ყველაფერს, ხო? და შესაბამისად ეს არის ის ხელოვნება, რომელიც კოუჩია მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში კარიერის განმავლობაში ავითარებს მუდმივად სწორად მოსმენის ტექნიკა. და აი თუ სწორად უსმენს კოუჩი, უფრო მეტი საშუალება ჩნდება იქ, რომ კლიენტმა თავისი რესურსი გამოიყენოს მაქსიმალურად და ის გაიშალოს რა. და უფრო ხარდამჭერი გარემო იქნება კლიენტისთვის. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა რესურსის გამოყენების ხშირად არის რომ ადამიანი ერთს ამბობს და იმის უკან გაცილებით სხვა გაცილებით სიღრმისეული წყარო არის, საიდანაც მოდის პრობლემა და კოუჩის მოსმენის კომპეტენცია არის სწორედ აი ეს სისტემური მოსმენა, საიდანაც შენ ხვდები ამ სიტყვების მიღმა რა არის და სწორედ ისეთ კითხვას სვამ, რომლიდანაც მარტივად შეიძლება გაიხსნას მთავარი, საიდანაც მოდის წყაროს მივაგნოთ და გარდა ამისა, ხშირად ადამიანები უბრალოდ თავიდან ცდილობენ, რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ საკუთარი თავის მოტყუებასაც კი. და ადამიანი ატყუებს საკუთარ თავს და იწყებს ისეთი რაღაცების გამოტანას, რომელიც მისთვის უფრო მარტივი სასაუბროა. ან მეორეს მხრივ ხედავ მოსმენის დროს, რომ ერთის მხრივ ერთს ამბობს, მეორეს მხრივ მეორეს ამბობს და ესენი ერთმანეთთან არის წინააღმდეგობაში და ამის გაშუქებას რო აკეთებ, მე ხვდები, რომ ადამიანიც თავის თავში უკეთესად იხედება. დავით, რა მესიჯს დაუტოვებდი ადამიანს, რომელიც ჯერ მზად არ არის, მაგრამ ხვდება, რომ მის ცხოვრებაში ცვლილებების დრო არის და ჯერ არ იცის საიდან დაიწყოს. ერთი ძალიან კარგი ფრაზა არსებობს, ასე ვთქვათ, clarity comes from action, not thought. ანუ სინათლე მოდის ან გამონათება თუ სიმკვეთრე მოდის ქმედებისგან და არა ფიქრისგან. სიცხადე მოდის ქმედებისგან და არა ფიქრისგან. ანუ რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ, თუ პირველი ნაბიჯი არ გადავდგით, ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევთ. და როგორ გადავდგათ ეს პირველი ნაბიჯი, აი აქ არის მნიშვნელოვანი ზუსტად შენ რაც თქვი, ჩვენ უნდა ვიყოთ გარშემო არსებობს მილიონი სხვა შესაძლებლობა. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს შესაძლებლობები დავინახოთ, ღიაობა უნდა გქონდეს, რომ მივიღოთ ეს შესაძლებლობები და გამოვიყენოთ. ადამიანები არსებობენ ჩვენს გარშემო, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს. ინტერნეტში ბევრი რესურსი არსებობს, სადაც შეგვიძლია დამატებითი ინფორმაცია მოვიძიოთ. თუნდაც ეს უამრავ ხშირად ხდება ხოლმე, რომ სხვადასხვა ეს უფასო კოუჩინგური სესიები ტარდება ხოლმე, ხო, შეთავაზებები არის. ადამიანმა ეს უნდა გამოიყენოს, რაღაცით უნდა დაიწყოს და მე თვითონ დაინახავს, რომელია მისთვის მისი გზა, მისი უნიკალური გზა და უნდა მიყვეს ამ გზას. და დღევანდელ რეალობაში, სადაც კოუჩებს გაუფუჭდათ სახელი იმის გამო, რომ არაპროფესიონალური მიდგომები არის, როგორ მიხვდეს ადამიანი, როგორ აირჩიოს სიღრმისეული კოუჩი და როგორ მიიღოს აქედან შედეგი? ხო, ანუ
ძალიან რთული არის, რა თქმა უნდა, ეგ საკითხი ძალიან აქტუალურია, არა მარტო კოუჩინგში, ფსიქოთერაპიაშიც და სხვა დარგებშიც. პირველი ალბათ რასაც ვიტყოდი, არსებობს ასე ვთქვათ ხარისხის ნიშანი, ხო? კოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია, რომელსაც აქ თავისი ჩეპტერი აქვს და მისი აკრედიტებული, სერტიფიცირებული კოუჩები უკვე იგულისხმება, რომ მათ აქვთ საკმარისი კომპეტენცია, რომ ადამიანებს, შეძლონ ადამიანებს დაეხმაროთ. ეს პირველი. მეორე, რა თქმა უნდა, მეგობრების რჩევა. თუმცა ისევ და ისევ აქაც გასათვალისწინებელია ის, რომ რაც შეიძლება მეგობრს დაეხმაროს, შეიძლება შენ არ დაგეხმაროს, ხო? ასე რომ ეგეც გასათვალისწინებელია, მაგრამ ხარისხის ნიშანი ICF-ი პირველ რიგში მე ვიტყოდი, რომ ეგ არის. ICF-ის აკრედიტებული სკოლები, რომელიც დღეს სამი სკოლა. ICF-ის აკრედიტებული სკოლები სამი სკოლა, ეს არის Coaching Up University, Coaching Club და Ericsson-ი და იგულისხმება, რომ მათ აქვთ დაკმაყოფილებული ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, პირობა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, რომ მათ ეძლებათ უფლება, რომ თვითონ გაზარდონ ახალი სერტიფიცირებული კოუჩები. ხო, შესაბამისად, მანდაც უკვე იგულისხმება, რომ მათ კურსდამსწავლებელს აქვთ ყველა უნარი და ცოდნა იმისთვის, რომ შეძლონ სხვების დახმარება. მადლობა, დავით, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ მსმენელისთვისაც და ორ სიტყვიან რა მესიჯს გაატანდი ადამიანებს, რომლებიც გინდა რომ ჩაუფიქრნენ და ჩაუღრმავდნენ თავის თავს. გაბედეთ, გადადგეთ პირველი ნაბიჯი და ნურაფრის ნუ გეშინეთ. მადლობა, დავით, დიდი მადლობა. გახსოვდეთ, რომ ტრანსფორმაცია იწყება შიგნიდან. თუ მოგეწონათ პოდკასტი, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და მოიწერეთ შეტყობინებებში, რა თემებზე გინდათ ვისაუბროთ შემდეგ შეხვედრებში. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან.